გამარჯობა. თუ ქცევის გამოყენებითი ანალიზით მუშაობთ, ალბათ დამდგარ ხართ დილემის წინაშე, რომელი ინტერვენცია უფრო ეფექტური იქნება ამ კონკრეტული ბავშვისთვის. რაც მთავარია, როგორ გავცეთ ამ კითხვას პასუხი სწრაფად, ისე რომ კვირები არ ველოდოთ მონაცემების დასტაბილურებას. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რამდენიმე კარგი ინტერვენცია, მაგრამ გაინტერესებთ, რომელი მუშაობს ყველაზე უკეთ. ქცევის ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია ექსპერიმენტული დიზაინი, რომელიც სწრაფად გამოავლენს ყველაზე ეფექტურ თერაპიულ ჩარევას რამდენიმე შესაძლო მიდგომას შორის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კლასიკური მეთოდი რევერსული დიზაინია, თუმცა მას თავისი შეზღუდვები აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რამდენიმე სხვადასხვა ინტერვენციის შედარებას ეხება. რევერსული დიზაინის განხორციელების პროცესი ძალიან ნელია, თითოეულ ფაზას კვირები ან თვეებით შეიძლება დასჭირდეს და რაც მთავარია, იმის მოხსნა, რაც მუშაობს, ხშირად არც პრაქტიკულია და არც ეთიკური. ამ შემთხვევაში გამოსავალი მრავალელემენტიანი დიზაინის გამოყენებაა. მრავალელემენტიან დიზაინს ხშირად ალტერნატიული ჩარევის დიზაინსაც ვუწოდებთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და პრაქტიკული ინსტრუმენტი. ორი ან მეტი განსხვავებული ჩარევის სწრაფი მონაცვლეობით იზომება მათი ზემოქმედება სამიზნე ქცევაზე. რამდენიმე ჩარევას თითქმის ერთდროულად ვტესტავთ, სწრაფად ვანაცვლებთ მათ ერთმანეთს. ზოგჯერ შეიძლება ერთსა და იმავე დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ან ერთ სესიაზე ნაწილ-ნაწილ, ან თუნდაც სხვადასხვა დღეს მონაცვლეობით. მაგალითად, იმის გასაგებად, ყავაჯობია თუ ჩაი, ჯერ ერთი კვირა ყავას ხომ არ დალებთ და მეორე კვირას მხოლოდ ჩაის. რა თქმა უნდა, არა. სვამთ ერთ ყლუპ ყავას და ერთ ყლუპ ჩაის, რომ ერთმანეთს შეადაროთ. აი ზუსტად ეს არის მრავალელემენტიანი დიზაინის პრინციპი. რევერსული დიზაინისგან განსხვავებით, აქ არ ველოდებით გრძელი და სტაბილური ფაზების დასრულებას. ეს მრავალელემენტიანი დიზაინის გრაფიკული გამოსახულებაა. გრაფიკზე თითოეულ ჩარევას ცალკე ტრაექტორია, იგივე ბილიკი აქვს, რომელიც სხვადასხვა სიმბოლოთია გამოყოფილი. ასე პირდაპირ და ვიზუალურად თვალსაჩინოდ, ასევე მოკლე დროში ვხედავთ, რომელი ჩარევაა უფრო ეფექტური. თქვათ, ჩვენი მიზანია თვით დამაზიანებელი ქცევის შემცირება. გვაქვს ორი ჩარევა, ფუნქციური კომუნიკაციის სწავლება, რომელიც გრაფიკზე ღია წრით არის აღნიშნული და განუპირობებელი გამტკიცება, NCR, რომელიც მუქი წრით არის აღნიშნული. ნაცვლად იმისა, რომ ერთი თვე ერთ ჩარევაზე დახარჯოთ და მეორე თვე მეორეზე, თქვენ მათ ანაცვლებთ მაგალითად დღე-გამოშვებით. თუ FCT-ის ხაზი მკვეთრად დაბლა, ანუ თვით აგრესია ნაკლებია, თქვენ უკვე გააქვთ მტკიცებულება, რომ ეს მეთოდი მუშაობს. მრავალელემენტიან დიზაინს სხვადასხვა ვარიაცია აქვს და თითოეული მათგანი კონკრეტულ კვლევით კითხვას პასუხობს. დავიწყოთ ყველაზე პირდაპირი ერთფაზიანი მრავალელემენტიანი დიზაინით, რომელიც პირდაპირ ორი ან მეტი ჩარევის პირობების შედარებით იწყება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი ფაზა კიდევ შეგვიძლია დავამატოთ. ეს ვარიაცია იწყება კლასიკური საფუძვლის პირობით, სადაც სამიზნე ქცევას მხოლოდ ვაკვირდებით და ვზომავთ. ანუ ჯერ ვუყურებთ ქცევას ბუნებრივ გარემოში, სანამ რამეს შევცვლით. ამის შემდეგ გადავდივართ სწრაფი მონაცვლეობის ფაზაზე. ეს საშუალებას გვაძლევს თითოეული ინტერვენციის ეფექტი არა მხოლოდ ერთმანეთს შევადაროთ, ასევე იმასაც, თუ რა ხდებოდა ინტერვენციის გარეშე. შემდეგი ვარიაცია სამფაზიანი დიზაინია, საფუძვლის მონაცემი, ინტერვენციის შედარება და მონაწილის არჩევანი. რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, არა მხოლოდ ის, რა მუშაობს ეფექტურად, არამედ ისიც, თუ რა ურჩევნია თავად ადამიანს. ანუ მას შემდეგ, რაც დავადგენთ, რომელი ინტერვენცია ეფექტური, მონაწილეს ვეკითხებით, რომელი გირჩევნია. ეს თავად არჩევს. ამ შემთხვევაში ვიგებთ არა მხოლოდ იმას, თუ რა მუშაობს, არამედ რა არის მისაღები იმ კონკრეტული ადამიანისთვის. ეს გრძელვადიანი წარმატებისთვის შესაძლოა საკვანძო მომენტი აღმოჩნდეს. და კიდევ ერთი ვარიაცია სამფაზიანი დიზაინია, სადაც საფუძვლის მონაცემით ვიწყებთ, შემდეგ ინტერვენციების შედარებაზე გადავდივართ და ბოლო ფაზაზე საუკეთესო ჩარევით ვასრულებთ. იმ ჩარევით, რომელმაც შედარებისას ჩვენთვის სასურველი ეფექტი აჩვენა.
როგორც ნებისმიერ ინსტრუმენტს, მრავალელემენტიან დიზაინსაც აქვს ძლიერი მხარეები და შეზღუდვები. მისი უპირატესობაა, რომ არ გვიწევს ეფექტური ინტერვენციის შეწყვეტა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ქცევების დროს. სწრაფი შედარებებით შედეგს გაცილებით მალე ვხედავთ. პრაქტიკულია და არ საჭიროებს სტაბილურ საფუძვლის მონაცემს. შეგვიძლია პირდაპირ დავიწყოთ ჩარევების შედარებით. მაგრამ მეორე მხრივ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი მონაცვლეობა ამცირებს ინტერვენციების შედარებისთვის საჭირო დროს, ის ბადებს მნიშვნელოვან კითხვას. ალტერნატიული მკურნალობის დროს დაფიქსირებული ეფექტები იქნება თუ არა იგივე, თუ თითოეული ჩარევა განხორციელდებოდა ცალკე ფაზებზე. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პირობების ასეთი სწრაფი ცვლა არ გავს რეალურ ცხოვრებას. მოკლედ შევაჯამოთ, თუ რატომ არის მრავალელემენტიანი დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული ინსტრუმენტი. რამდენიმე ინტერვენცია შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ, პასუხს ვიღებთ ბევრად უფრო სწრაფად, თავს ვარიდებთ ეთიკურ პრობლემებს და ვპოულობთ მიდგომას, რომელიც საუკეთესოა ამ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის.